გამარჯობა, ეს არის განცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ვინმეს თუ გონია, რომ ამერიკას ვენესუელაში ნავთობის გარდა სხვა რამ ინტერესი აქვს, მაგალითად იქაური დემოკრატია აინტერესებს, ვიტყვი რომ ის ვინმე გულუბრყვილო ადამიანია. ნავთობი აღმარც ხნავს, მეგობრებო. ისე თუ დააკვირდით რომელიმე დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, როგორც კი ნავთობის საბადოების ნაციონალიზაცია, ანუ თავის საკუთრებაში გადაფორმება განახორციელა, ყველგან შევიდნენ ამერიკელები, თითი დაუქნიეს და მთავრობაც შეცვალეს. და მთავრობის შეცვლას დემოკრატიისკენ სწრაფვა დაარქვეს. აი ასეთები არიან ამერიკელები. ვერ ინელებენ, როდესაც კერძო საკუთრება გადადის სახელმწიფოს განკარგულებაში. განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, როდესაც ის კერძო საკუთრება ადრე ამერიკელების ინტერესებში შედიოდა. ანდა ვინმე ძლიერი ამერიკელი ქვეყნისა ფლობდა იმ კერძო საკუთრებას. მოკლედ, ასია თუ ისე ამერიკელებმა მადურო მოიტაცეს, დაატყვევეს, გადაიყვანეს თავისთან და ახლა როგორც ამბობენ, მის გასამართლებას აპირებენ. და გასამართლება შეიძლება სიკვდილი დასჯამდეც მივიდეს, თუ კი მადურო იმ შტატში გასამართლდება, სადაც სიკვდილი დასჯა ჯერ კიდევ შემონახულია. 21 საუკუნის შუა წლებში ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაში სიკვდილი დასჯა რომ არსებობს, ეს ცოტა აბსურდად მეჩვენება. თუმცა რა მეჩვენება და რა არ მეჩვენება, ეს ჩემი პირადი სათქივარია. საინტერესოა, რომელიმე საერთაშორისო საკანონმდებლო აქტში არის ასეთი პუნქტი გაწერილი, რომ უცხო ქვეყანას აქვს უფლება მოიტაცოს სხვა ქვეყნის პირველი პირი. არ ვიცი, მე სხვა რამ მაინტერესებს. ნავთობი რასაკვირველია, კარგი რამაა და უფრო კარგია, როგორც ეს ერთხელ ბრძანე, რომ ჩვენ ნავთობი არ გვაქვს, მაგრამ არა ნავთობით და მხოლოდ ცხონდების კაცი, მეგობრებო. ნავთობის გარდა ბევრი სხვა ფასეული წიაღისეულიც არსებობს ამ ბედკრულ დედამიწაზე, რომლის გამოც ვინმე დიდმა და ძალოვანმა შეიძლება პრეტენზია გამოთქვას. ჩვენ ნავთობზე გაცილებით უფრო ძვირფასი წიაღისეული გვაქვს. ახლა რასაც ვიტყვით, თხოვნა მექნება, რომ არავის უთხრათ. განსაკუთრებით ჯანღონით სავსე უცხოელს, დიახ. ვიტყვი იმას, რაც ყველამ ვიცით, მაგრამ ალბათ ყურადღებას არ ვაქცევთ. ჩვენ საქართველოელებს გვაქვს უძვირფასესი წიაღისეული, სასმელი წყალი. დიახ, მეგობრებო, სასმელი წყალი და სასმელი წყალი ადრე თუ გვიან სრულიად შესაძლებელია, რომ მსოფლიოსთვის ნავთობზე საჭირო ნედლეული გახდეს. დაწმუნებული ვარ, რომ ნავთობი ადრე თუ გვიან სხვა საწვავით შეიცვლება. ადამიანი ბოლოს და ბოლოს მზის უწყვეტ ენერგიაზე გადავა და მოძრაობა გადაადგილება ფრენა და ასე შემდეგ სხვა ენერგომატარებელზე გახდება დამოკიდებული. თუკი რასაკვირველია, ილონ მასკისნაირი ნოვატორები არ გამოელევა ჩვენს სამყაროს. და აი წყალს კი არაფერი შეცვლის და დიდი შიში მაქვს, რომ ადრე თუ გვიან ძლიერთ ამ ქვეყნისა გაახსენდებათ, რომ ერთ შორეულ ლამას და პატარა მთიან ქვეყანას წყლის მარაგი აქვს ოხრად, როგორც ამას ჩვენს ახალგაზრდობაში ამბობდნენ. ოხრად, ანუ ბევრი. და ვინმე ტრამპისეულმა არ თქვას, რომ აბა ახლა ვენესუელამ არა და საქართველომ დააბრუნოს წყალი, რომელიც ყველა კანონით მისი და მისი ძმისია. დიახ, მეგობრებო, შინაგანი შიში მაქვს, რომ ასეც შეიძლება მოხდეს. აგერ შეხედეთ ირანს, იქ თეირანში სასმელი წყალი ძალიან დიდი პრობლემაა. 6 წლიანი გვალვის გამო მოხდა ისე, რომ ირანის დედაქალაქი ფაქტობრივად უწყლოდ დარჩა და დღის წესრიგში მისი გადატანის საკითხი დადგა. რატომ ამბობ ყველაფერი ამას? ალბათ გესმით. ირანი აგერ აქვეა სამხრეთ აზერბაიჯანის გადაღმა და იქ 95 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხო და არაფერი. მეორე მხრივ, ამ საკითხს გვერდიდან რო შევხედოთ, მებადება კითხვა, ასეთი სიმდიდრის პატრონები რატომ არ მდიდრდებით ჩვენი ბუნებრივი რესურსის ექსპორტის ხარჯზე? ჩვენ ხომ შეგვიძლია სიტყვაზე მთელ აფრიკას წყურვილი მოუკლათ გავაგზავნოთ ჩვენი წყალი დაფასოვებული რასაკვირველია და მერე მუხის ძირას წამოვწვეთ და ტყემალი ვირტყათ პირში. დიახ, შეგვიძლია, მაგრამ არ ვაკეთებთ.
კი არ ვაკეთებთ, არ გვაკეთებინებენ ამას და ვინ არ გვაკეთებინებს? ვინ ბლოკავს ჩვენი წყლის ბრუნვას ბუნებაში? საფრანგეთი. დიახ, საფრანგეთი თავისი წყლის ფირმა პერიეს პროდუქციის გამო. და ხომ წარმოგიდგენიათ, როდესაც ჩვენ ამ უცნაური ორგანიზმის ევროკავშირის წევრი გავხდებით, მერე არ იქნება გამორიცხული, რომ საფრანგეთმა ჩვენ აგვიგზავნოს ჩვენივე წყლის დალევა. ისე როგორც სხვათა შორის ბულგარეთს აუგზავნეს მისივე ვაშლის მოშენება და 200 სახეობის ბულგარული ვაშლის ჯიში ჩაბარდა ისტორიას. ეს ჩემი ფანტაზია არ გეგონოთ ბულგარელებმა თვითონ თქვეს. და გინდა აქედან მოვარე, გინდა იქიდან და დიდი ეჭვი მაქვს, რომ იმ ანეკდოტისა არ იყოს პატარძლის და მისი პირველი საქორწინო ღამისა. ამიტომ იქნებ დავაკონსერვოთ წყლის წყაროები და დავიწყოთ მithმა გოდება, რომ წყალი არ გვაქვს, ვითავდება და ასე შემდეგ. მოკლედ, სიფრთხილე და კიდევ ერთხელ სიფრთხილე გვმართებს. მეგობრებო, ამ სრულიად შეშლილ სამყაროში. ეს იყო განცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.